გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს დღეს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ბაჩიაშვილის გადაცებას ადგილი არ ქონია და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. კალაძის ეს განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას ეწინააღმდეგება, რადგან უწყება ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ იმყოფებოდა, რა დროსაც აიყვანეს. თავად ბაჩიაშვილმა კი პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით საქართველოში სხვა ქვეყნიდან მოტაცებით ჩამოიყვანეს. იყენებს ახლა არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული. რაც შეეხება მის ჩამოყვანას, თქვენ იცით, რომ ის ჩამოყვანილი იქნა უცხო ქვეყნიდან და არანაირ მოტაცებას და გადაცებას ადგილი არ ქონია. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები კახა კალაძის ამ განცხადებაზე გამოძიებას ითხოვენ. მათი განმარტებით ეს არის ქართული ოცნების მხრიდან დადასტურება იმისა, რასაც გიორგი ბაჩიაშვილი ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა. როგორც ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, საქმეზე უფლებადამცველებმა პროკურატურას ვრცელი განცხადებით მიმართეს და ყველა ფაქტის დადგენა მოითხოვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ პროკურატურა საქმით კახა კალაძის განცხადების შემდეგ მაინც დაინტერესდება. ამ ინფორმაციის პირველ წყარო გახლავთ თავად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც დეტალურად თავადაც განმარტა სასამართლოებში პროცესების დროს და ასევე ჩვენთან ადვოკატებთან დეტალურად მოყვა თუ როგორ მოხდა მისი იძულებით გადმოყვანა საქართველოში და ჩვენ სრულყოფილი განცხადება რამდენიმე გვერდიანი, სადაც უამრავი დეტალი იყო აღწერილი, შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში, თუმცა გამოძიება დღემდე დაწყებული არ არის. იმედს ვიტოვებთ, რომ თუნდაც დღევანდელი განცხადების შემდეგ პროკურატურა დაინტერესდება ამ ფაქტით და სიმართლე დადასტურდება, ვინაიდან უტყუარია, ხო, ერთი მხრივ დაუშვათ იყო ბაჩიაშვილის განცხადებები, რომელიც არ იყო მხოლოდ სიტყვები და კონკრეტული ადგილები, კონკრეტული პირები, კონკრეტული ბორტი, ასე ვთქვათ, ავიაკომპანიის იყო მითითებული და დრო, როდესაც მოხდა მისი საქართველოში გადმოყვანა. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი კალაძის განცხადებით. ოფიციალური ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. როგორც სუსის გავრცელებულ განცხადებას შეანათქვამი პოლიციამ 26 მაისს ანონიმური შეტყობინებით გაიგო, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც დააკავეს. ბაჩიაშვილის ნაამბობი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისგან მკვეთრად განსხვავდება. ბიზნესმენმა საკუთარ პროცესზე განაცხადა, რომ ის 24 მაისს საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, თვალები აუხვეს და ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების საშუალებასაც არ აძლევდნენ. ბაჩიაშვილის თქმით, ამის შემდეგ ის ჩატენეს აირზიანას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე და კანონის დარღვევით საქართველოში ჩამოიყვანეს.